უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება მიზანი სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტირებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომლის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადგილზე გაეცნონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ზოგადად საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით. ექნება სტუდენტებს საშუალება კონკრეტულად გაეცნონ იმ ყველა ელექტრონულ თუ სხვაგვარი ტიპის იურიდიულ სერვისებს, რომელიც მიეწოდება იუსტიციის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ჩვენ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალოდ იყვნენ ჩართული პროცესში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროსთვის. დღეს გავაფორმეთ 16 უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ მემორანდუმების მთავარ არსს წარმოადგენს სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა სასწავლო პრაქტიკა გაიარონ იუსტიციის სახლებში. რა თქმა უნდა, ეს მათ პროფესიულ უნარჩვევების გამომუშავებაში დაეხმარებათ, ხოლო საჯარო უწყებებს, განსაკუთრებით იუსტიციის სახლს, მისცემს შესაძლებლობას ყავდეს პოტენციურად პრაქტიკული გამოცდილების მქონე მომავალი თანამშრომელი.